ჩინური ნავთობის ტანკერი ახლახან დაესხნენ ჰორმუზის მახლობლად და ირანის უაზრო ბლოკადამ ზუსტად ერთ-ერთ იმ საკრდენს დაარტყა, რომელიც თეირანს ჯერ კიდევ ამაგრებდა. ამ პარასკევს 2026 წლის 8 მაისს პეკინმა დაადასტურა, რომ ჩინური ეკიპაჟი დაკომპლექტებულ ნავთობის ტანკერს ჰორმუზის სრუტის რეგიონში დაესხნენ თავს. პარტნიორი, რომელიც კვლავ ყიდულობდა ირანულ ნავთობს, ეხლა თავად იმ კრიზისის ცენტრში აღმოჩნდა, რომელიც თავად რეჟიმმა გააჩინა. გემი მოძრაობდა ზღვის მარშრუტზე, ახლოს ყურესთან, იმ ტერიტორიაზე, სადაც სატვირთო ხომალდები, ნავთობის ტანკერები და სავაჭრო ხომალდები მზარდი რისკის პირობებში ცდილობენ გადაკვეთას. მაშინ, როცა ირანი გარდაქმნის ამ სასიცოცხლო გზას, ზეწოლის, მოთხოვნისა და შიშის ზონად, ეხლა ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ გირჩევ გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო. რეალურ დროში მიღებული ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. საზღვაო უსაფრთხოების წყაროები, რომლებსაც როისი ასახელებს. მათ აღნიშნეს, რომ დაზიანებული გემი იქნებოდა JV Innovation-ი მარშალის კუნძულების დროშით. ნავთო პროდუქტებისა და ქიმიური ნივთიერებების გემიბების გემი, რომელმაც სხვა ხომალდებს აცნობა ცეცხლის გაჩენის შესახებ გემბანზე. ორშაბათს 4 მაისს მინას საკერის მახლობლად, არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროზე. ჩინურმა მედიამ კაშიმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტანკერს ჰქონდა China Owner Crew-ის ნიშანი, რაც ცხადყოფდა, რომ ეს ჩვეულებრივი გემი არ იყო, რომელიც უბრალოდ მოძრაობაში დაიკარგა. ეს იყო გემი, რომელიც პირდაპირ ჩინეთის ინტერესებთან იყო დაკავშირებული. რასაც ისინი იქ აკეთებდნენ, იყო მარტივი. ისინი მოძრაობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მბრძნობიარე სავაჭრო მარშრუტზე, ბლოკადის, მუხარებისა და თეირანის მიერ შექმნილი არეულობის ფონზე. პეკინმა ღრმა შეშფოთებით უპასუხა, რადგან გემზე ჩინეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. სპიკერმა ლინჯიანმა დაადასტურა, რომ ამ დროისთვის ეკიპაჟის წევრებს შორის დაღუპულები არ არიან, მაგრამ ეს ფაქტი ინციდენტის მნიშვნელობას არ ამცირებს. ამ ეტაპზე მთავარი ზიანი სტრატეგიულია. თავდასხმა მაჩვენა, რომ ირანის ბლოკადამ კონტროლი დაკარგა საკუთარ სამიზნეზე. თეირანის მოწინააღმდეგეებზე ზეწოლის ნაცვლად კრიზისი შეეხო ირანული ნავთობის საკვანძო მყიდველს, სწორედ ჩინეთს, რომელმაც შეინარჩუნა მნიშვნელოვანი შესყიდვები აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად. ეს ირანისთვის მძიმე ფაქტია. კაპლერის მონაცემები, რომელსაც Reuters-ი ციტირებს, აჩვენებს, რომ ჩინეთმა 2025 წელს გატანილი ნავთობის 80%-ზე მეტი შეიძინა, საშუალოდ დღეში 1,38 მილიონი ბარელი. ეს მოცულობა წარმოადგენდა დაახლოებით 13,4%-ს იმ ნავთობისა, რომელიც ჩინეთმა იმ წელს ზღვით შემოიტანა. ანუ თეირანმა მხოლოდ ერთ უცხოურ გემს არ დაარტყა დაძაბულ მარშრუტზე. კრიზისი შეეხო კლიენტს, რომელიც ეხმარება ირანის რეჟიმს შემოსავლის შენარჩუნებაში. მაშინ, როცა საერთაშორისო ბაზრის დიდი ნაწილი ამ ნავთობს ამერიკული სანქციების გამო არ ყიდულობს. თავდასხმა ასევე მოხდა პეკინში, მგზნობიარე შეხვედრის წინ, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ვანგ ი, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აბას არაქჩი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. შეხვედრაზე განიხილეს სრუტის ხელახლა გახსნა. პეკინისთვის გაგზავნილი გზავნილი მწარე იყო. იმ დროს, როცა ჩინეთი გამოსავლის მოლაპარაკებას ცდილობდა, ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე მის ინტერესებთან დაკავშირებული გემი დაზიანდა. ეს ირანის დიპლომატიურ უხერხულობას კიდევ უფრო აძლიერებს, რადგან ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ ნავთობს ყიდულობს მისგან, ახლა უსაფრთხოებას ითხოვს იმათგან, ვინც უნდა უზრუნველყოს გემების უსაფრთხო გავლა. ირანის ბლოკადას ასევე დაემატა იძულებითი თანხის ამოღების კომპონენტი. ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა გააფრთხილა საზღვაო კომპანიები, რომ არ გადაიხადონ მოსაკრებელი ირანისთვის ჰორმუზის სრუტის გასავლელად. მათ შორის გადახდები, რომლებიც შენიღბულია როგორც დონაციები ან გადაცემები არაპირდაპირი გზებით. Reuters-ის ინფორმაციით, თეირანმა შესთავაზა მოსაკრებლების დაწესება გემებისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გადიან და ასეთი გადახდები შეიძლება სანქციების მიზეზი გახდეს. ეს მცდელობა, საერთაშორისო მარშრუტი შემოსავლის წყაროდ გადააქციონ, აჩვენებს, რატომ იქცა ბლოკადა თავად ირანისთვისვე დარტყმად. ძალის დემონსტრირების ნაცვლად ეს უფრო ფინანსურ სასუწარკვეთილებად გამოიყურება, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მყიდველებს, სადაზღვევო კომპანიებს, გემთფლობელებსა და ეკიპაჟს. კრიზისის მასშტაბი ერთ გემზე ბევრად მეტია.
როიტერის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაპირისპირებამ ასობით გემი და დაახლოებით 20,000 მეზღვაური სპარსეთის ყურეში გამოკეტა. ირანისთვის იგივე სცენარი იზოლაციას კიდევ უფრო აძლიერებს, რადგან ეკონომიკური პარტნიორებიც კი იწყებენ ზღვის ავანტიურის რეალური ფასის შეგრძნებას. დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ცეცხლი კვლავ გაცვალეს იმ დროს, როცა ვაშინგტონი თეირანის პასუხს ელოდებოდა ამერიკულ წინადადებაზე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანულმა ძალებმა რაკეტები, დრონები და მცირე ნავები გაუშვეს შეერთებული შტატების საესკადრო ნაღმოსნებზე და რომ საფრთხეები განეიტრალდა. ტრამპის ადმინისტრაციამ კვლავ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს დაძაბულობის უსაფუძვლო გამწვავებას, მაგრამ მზად არის დაიცვას თავისი ძალები და სავაჭრო მარშრუტები. ამ ეტაპზე ზეწოლა ტონს იცვლის. ირანის ბლოკადა უკვე აღარ ჩანს მხოლოდ როგორც საზღვაო შანტაჟი, არამედ როგორც ფაქტორი, რომელიც ჩინეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, სამხრეთ კორეას და სხვა აზიურ იმპორტიორებს ერთსა და იმავე პრობლემაში აყენებს. კიდევ ერთმა ახალმა ფაქტორმა თეირანის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ირანმა ასევე გამოაცხადა ოკეანკოის, რომელიც ახლა ჯინლის ეწოდება, დაკავების შესახებ ომანის ყურეში. ირანული სახელმწიფო მედიის ცნობებზე დაფუძნებული ანგარიშები მიუთითებს, რომ შანხაიში დაფუძნებულ კომპანიასთან დაკავშირებული გემი ირანულ ნავთობს ატარებდა და ირანის სამხრეთ სანაპიროზე იქნა გადაყვანილი. ბრალდებით, რომ ცდილობდა თავად რეჟიმის ექსპორტის დაზიანებას. ეს სცენა უხერხულია. რამდენიმე დღეში ჩინურ გემს ჰორმუზის მახლობლად დაესხნენ თავს და კიდევ ერთი ჩინეთთან დაკავშირებული გემი თავად ირანმა დააკავა. პეკინისთვის ეს უხერხულ კითხვას აჩენს. თუ ირანული ნავთობი უკვე ასე ძლიერ არის დამოკიდებული ჩინეთზე, რატომ ხდის თეირანი მარშრუტს უფრო საშიშს, სწორედ იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ყიდულობს? გავლენა მხოლოდ ჩინეთზე არ შემოიფარგლება. სამხრეთ კორეამ ამ პარასკევს მიიღო ნავთობის ტანკერი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში აპრილის შუა რიცხვებში გაიარა და 1 მილიონი ბარელი ნავთობი გადაჰქონდა. აფემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სეული ძლიერ არის დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე და 2025 წელს სამხრეთ კორეის მიერ იმპორტირებული ნედლი ნავთობის 60%-ზე მეტი სწორედ სრუტეში გაიარა. იგივე რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კორეის ნაფთის ნახევარიც ამ მარშრუტით შემოვიდა. ეს მონაცემი აჩვენებს, რატომ აშინებს ჩინურ ნავთობ ტანკერზე თავდასხმა სხვა ქვეყნებსაც. როდესაც ჰორმუზი ვერ მუშაობს, ამას მხოლოდ თეირანი არ გრძნობს. გადამამუშავებელი ქარხნები, ქიმიური ინდუსტრიები, ტრანსპორტი და საწვავის ფასები ამ ყველაფერში მონაწილეობენ. ისტორიამ უკვე აჩვენა, რომ საზღვაო გზის იარაღად გამოყენება ხშირად ძვირად უჯდება იმას, ვინც პოლიტიკურ სასახლეს საჭერს. 1946 წელს გამალ აბდელ ნასერმა სუეცის არხი ნაციონალიზაცია მოახდინა და მსოფლიო ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი, სრი მარშრუტი, საერთაშორისო კრიზისის ცენტრში მოაქცია. რეაქციაში ჩაერთნენ ისრაელი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, რაც პირდაპირი დაპირისპირების მიზეზი გახდა საზღვაო გზების კონტროლზე და აშშ-ს აიძულა ზეწოლა მოეხდინა ცეცხლის შეწყვეტისა და უკან დახევის მოთხოვნით. ეხლა ირანი ამავე საფრთხის წინაშეა ჰორმუზში, თუმცა ერთი სერიოზული განსხვავებით. ამჯერად პოლიტიკური მსხვერპლი მხოლოდ გამოცხადებული მოწინააღმდეგე კი არ არის, არამედ ჩინეთიც, რომელიც ირანის გატანილი ნავთობის ყველაზე დიდი მყიდველია. კიდევ ერთი მაგალითი იყო 1967 წელს, როდესაც ეგვიპტემ ტირანის სრუტეები დახურა ისრაელის გემებისთვის, რამაც რეგიონი 6 დღიან ომამდე მიიყვანა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ისრაელმა პრევენციული თავდასხმა განახორციელა სრუტის დახურვაზე პასუხად. შვიდობის ყოფილი ძალების გაყვანისა და ეგვიპტის მობილიზაციის შემდეგ სინაიში. გაკვეთილი არ არის ისტორიის გამეორება, არამედ ნიმუშის გაგება. ზღვაზე ბლოკადები მგრძნობიარე რეგიონებში იშვიათად რჩება მხოლოდ ბლოკადის დამწესებლის რიტორიკაში. ისინი ამოქმედებენ ალიანსებს, ბაზრებს, საზღვაო ძალებს, სადაზღვევო კომპანიებს, იმპორტიორებს და მთავრობებს, რომლებიც არ ეთანხმებიან, რომ სასიცოცხლო მარშრუტი კრიზისში მყოფი რეჟიმის პოლიტიკური საკუთრება გახდეს. ეხლა შემდეგი ნაბიჯი სამ მიმართულებას მოიცავს. პეკინი სავარაუდოდ მოითხოვს თავისი მოქალაქეებისა და გემების დაცვას, თუნდაც საჯაროდ თეირანთან ურთიერთობა არ გაწყვიტოს. ვაშინგტონს ემატება არგუმენტი, რომ შეინარჩუნოს საზღვაო ზეწოლა, გააფართოვოს ესკორტები და გაამკაცროს პოზიცია ირანის მოთხოვნების მიმართ ნებისმიერ ჰორმუზში. და აზიელი მყიდველები უფრო დიდი სისწრაფით იწყებენ მარშრუტების, მარაგებისა და სადაზღვევო რისკების გათვლას. ჩინურ ნავთობ ტანკერზე თავდასხმამ არსებული ინფორმაციით ეკიპაჟის წევრები არ მოკლა, მაგრამ შეარყიან დობა ირანის რეჟიმის მიმართ, როგორც სანდო მომწოდებლის მიმართ. თეირანისთვის ეს ყველაზე საშიში წერტილია.
მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლით კარგად ინფორმირებული ყავდე. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.